მოგესალმებით. ამ ვიდეოში შევეცდები აგიხსნათ ვიდეოს რედაქტირების ერთ-ერთ ფუნქციას, რომელსაც ქვია ვიდეოს გაუმჯობესება. უპირველეს ყოვლისა შევარჩიოთ ვიდეო და გავაკეთოთ ესე, შევიდეთ ვიდეო მენეჯერში და ვიდეო მენეჯერიდან ავირჩიოთ ნებისმიერი ვიდეო. პირობითად ვთქვათ იყოს ეს ვიდეო, მოკლე ვიდეო. და შემდეგ როდესაც შევალთ ამ ვიდეოში ისევ აი ამ ქვედა მენიუში მარჯვნიდან მეორე ღილ აქვს, რომელსაც ქვია enhancements, ანუ გაუმჯობესება. დავაწვევით და გადავალთ აი ამ გაუმჯობესების სამუშაო გრაფაში. მოდით ახლა უცებ გავიაროთ, რისგან შედგება ეს გაუმჯობესება. ამ გაუმჯობესებაში არის ერთი ხელსაწყო, რომელსაც ქვია trim, ანუ ეს არის ხელსაწყო, რომელიც ჭრის ვიდეოს და აყენებს იმ ზომაზე, რა ზომაც ჩვენთვის არის სასურველი. ასევე არის ავტოფიქსირება, ანუ როდესაც ამ ღილაკს დავაწვევს, ის ავტომატურად აკეთებს შესწორებებს შიგნით, წინასწარ დადგენილი სტანდარტით. ეს ღილაკი არის ამ ვიდეოს განათებისა და ფერების, ესე ვთქვათ, რედაქტირებისთვის. ეს ღილაკი, სადაც პატარა კუა ხატი არის ამ ვიდეოს სიჩქარის განსაზღვრელი, როდესაც ვაწვევით, აი აქ ხედავთ, რამდენი პროცენტით შენელდეს. და ეს არის ღილაკი, რომელიც სტაბილიზირებას ახდენს ამ ვიდეოს ავტომატურ რეჟიმში. მოდით ვცადოთ პირველი ინსტრუმენტიდან, trim-ით, როდესაც დავაწვევით ამ ღილაკს, გვაჩვენებს მთლიან ვიდეოს. ჩვენ შეგვიძლია ეს ვიდეო დასაწყისიდან მოვჭრათ, ჩვენთვის სასურველ ზომამდე, ან ბოლოდანაც მოვჭრათ ჩვენთვის სასურველ ზომაზე. როდესაც დავაწვევით ამის შემდეგ ღილაკს დან, ეს ვიდეო უკვე იქნება მოჭრილი იმ ზომაზე, რა ზომაზეც მოვჭრით. რაც შეეხება ფერების მაკონტროლებას. აი აქ არის კონტრასტები, აქ არის ფერები, აქ არის განათება და ამის ცვლილების მიხედვით თვითონ ვიდეოში იცვლება ფერებიც, განათებაც და კონტრასტებიც. დაახლოებით ესეთი რაღაცა არის. ანუ თქვენ დააკვირდებოდით ალბათ, რომ ორ ნაწილად არის ეს ვიდეო გაყოფილი, ხო? აქ აჩვენებს ორიგინალს, ანუ იმ ვიდეოს, რომელშიც თავიდან შევიდით და აქ უკვე არის ჩვენს მიერ სახეცვლილი ვიდეო. გადავიდეთ შემდეგზე, შემდეგი ინსტრუმენტი არის სიჩქარის მოკლება. დავუშვათ 50%-ით შევანელოთ ამის სიჩქარე და ასევე თქვენ ხედავთ აი ამ სურათებს, როდესაც შევარჩევთ ნებისმიერ სურათს, ჩვენი ვიდეო იქნება ამ სურათში არსებული ფერების ანალოგიური, მაგალითად იყოს ეს. ამ ყოველივე შემდეგ, თუკი ჩვენ უკვე დავასრულეთ, ესე ვთქვათ, შესწორებები და ედიტირება, ჩვენ შეგვიძლია ყველა ეს ცვლილება შევინახოთ ღილაკ save-ზე დაწყაპონებით. აქაც ანალოგიურად ამოგვიგდო ისევ იგივე შინაარსის მესიჯი, რომელშიც ამბობს YouTube-ის პორტალი, რომ ამ ცვლილებას აუცილებლად შეიტანს, ოღონდ მოგვიანებით, დავაწვევით OK-ს და დაველოდებით ამ ცვლილებების შენახვას.